გაგიმარჯოს. 2 ლუდი და 10 ხინკალი. ეხლა მამუკა იყო ჩემი კლასელი. მთელი ბავშვობა სკოლა ერთად გვაქვს 51 სკოლა გვაქვს ვერაზე დამთავრებული. აი საოცარი ბიჭი იყო, ძალიან მხიარული, იუმორის გრძნობა, აი სულ ეშმაკუნები დაურბოდა ხოლმე თვალებში. ვინ არის ეს კაცი? მისანი. ლორიების სახლი ვაშლოვანზე იყო, აი საოცარი ოჯახი იყო და საოცარი სახლი იყო. იცით, აი ვიკრიბებოდით აბსოლუტურად სულ ყველანი. არასდროს კარი არ იკეტებოდა სახლს, არ არსებობდა არა გასაღები, არა ზარი, არ იკეტებოდა. რომ მიხვიდოდი, არ გჭირდებოდა არც დაკაკუნება, არც ზარის დარეკვა, შეხვიდოდი დაგხვდებოდა მამუკას სახლში, არ დაგხვდებოდა, არ ქონდა მნიშვნელობა. აი ვინც დაგხვდებოდა, ყველასთან კომფორტულად გრძნობდი თავს. არ არსებობდა ძიაბესას მეგობრები, რომელიმე დაკლებოდა მამუკას მას დაბადების დღეს. ყველა იკრიბებოდა, ყველა ასაკის აბსოლუტურად და ნუ აი ვინ არ გვახსოვს იმ კეიფებიდან, აი ხა ვინმე რო არ გამომჩეს გია დანელია, ბუბა კიღაბიძე, მერაბ დონაძე ოპერის მომღერალი, ნუ აი რო შეკეიფიანდებოდა ხოლმე და რო დასჭექავდა მერაბ დონაძე, ნუ აი ამის მოსმენას არაფერი არ ჭობდა. აი საოცარი ყველა ისეთი კეიფები იყო ხოლმე, ისეთი მხიარულება და რაც ყველაზე მთავარია ესე უფროსები კეიფობდნენ, აი გაგეცინებათ, უფროსები კეიფობდნენ, ჩვენ ახალგაზრდები ვიჯექით და აი ესე სულ განაბულები უსმენდით, უყურებდით და ვტკბებოდით ამ ყველაფრით. კეიფის ბოლოს რო გაჩახდებოდა ხოლმე აუცილებლად ძიაბესა კარადის თავზე შემოღებულ დონს გადმოიღებდა, დასხებდა და დეიდა ნელი ისეთი ულამაზესი ქერა ცისფერთვალება ფითკინა ისეთი ფაშფაშაკალი იყო გამოგოგმანდებოდა ხოლმე დოლის ხმაზე აბესა დოზე და დეიდა ნელი შალახოს დაუბერავდა ხოლმე არ იცით ეს რა სანახაობა იყო და თელუბას ხო ესმოდა და ყველა მიცოდა რომ ლორიებთან კეიფია მერე უკვე თეატრალურის მერე მამუკა მოზარდში გაანაწილეს. მოზარდში ნუ ეხანდელ თაობას არა და მე მგონი ჩანაწერიც არ არსებობს, ჩვენ თაობას ყველას ახსოვს, შეაჩერეთ მალახოვი. ეს იყო რაღაცა საოცარი სპექტაკლი, აი საოცარი სპექტაკლი, რომელიც ნუ სრული ანშლაგით მიდიოდა რამდენიმე წელი. და სწორედ აი ამ შეაჩერე მალახოვიდან გაიცნო მამუკას სახელი ხალხმა. გენიალურ ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა. მამამისი ალბათ ყველას ახსოვს კინომსახიობი, დედა საოცრად დიასახლისი, გადასარევი და 2 შვილი. მამუკა და მისი და ორივე მსახიობები გამოვიდნენ. მამუკა ლორია პირველად ვნახე სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელიც რუსთაველზე იყო მაშინ. და ძალიან გახმაურებული სპექტაკლში თამაშობდა და თითქმის მთელი ახალგაზრდობა მის სახელს და გვარს იმეორებდა. მეც წავედი და ვნახე. ძალიან მომეწონა. ძალიან კარგად თამაშობდა.
ჩემი მოწონება არაფერს არ ნიშნავს, თავარია მაყურებელი. რომ დამთავრდა სპექტაკლი და გამოვედი, ნახე რომ მე-9 მე-10 კლასის გოგო და ბიჭები დგანან და არიშლებიან. მე თქვი რა ხდება? ელოდებიან მამუკას, რომ მამუკა გამოსულიყო და ავტოგრაფი მიეცა მათთვის. ეს ძალიან დიდი სიყვარული და სითბოს გამომხატველია მსახიობისთვის. ინსტიტუტში მე შევიძინე მეგობარი, რომელიც ჩემი მეგობრების მეგობარიც გახდა. ეს იყო მამუკა ლორია. აი არ ვიცი რანაირად მოხდა. აბსოლუტურად ერთნაირი დამოკიდებულება მქონდა დანარჩენებთანაც იდეალურთან მიახლოებული. ასე დავრჩით ყველასთან ბოლომდე, მაგრამ აი მამუკასთან არ ვიცი. და ბოლოს ისე მოხდა, რომ მეზობელ კორპუსში გადმოვიდა და აქ ესეც გახდა ჩვენი სიახლოვის ისა და ინსტიტუტის პერიოდში არ ვიცი. მეტი სიხალისე, მეტი აი სინათლე იყო, სადაც მამუკა იყო. ცუდ ხასიათზე იყავი, ვთქვათ, ხო შეიძლება ყველამ ჩვენგანი ცუდ ხასიათი, მომენტალურად მოგიყვანდა ხასიათზე. აი არაფერი, ამისთვის მაინდა-მაინც და მის ოჯახში ყოფნა ხო ერთი სიხარული იყო, ჩვენც ასე ვეძახდით, ბიძია აბესა. აბესა ერქვა ყველასთვის აბესალომ ლორიას და ჩვენთვისაც ნელიდეი და მამუკას და ქალაქიდან შინ დაბრუნებულმა მოსემ ეს რომ დაინახა. ისხაკ პაპა დაგენაცვალოს. რაფერი არის ისხაკ ესე? ისხაკ მამის გამყიდველო იუდა ისკარიოტელო. ხუმრობაში ისე აწყობდა როლს, რომ გეგონებოდა ლამის დრამატული სახე შექმნაო. ნებისმიერ რეჟისორთან შეეძლო აი ძალიან პროფესიონალური დამოკიდებულების მოძებნა და ძალიან სწრაფად თან. აი ეს ძალიან კარგი და ალბათ ერთ-ერთი მთავარი თვისებაა მსახიობის. თუ ამას ახერხებს, მისი კარიერა წავა და მამუკას კარიერა ძალიან კარგად მიდიოდა. ჯერ კიდევ მოზარდ მაყურებელთა თეატრში მის მიერ განსახიერებული მალახოვის სახე სპექტაკლში შეაჩერეთ მალახოვი. მე ვთამაშობდი სპექტაკლში ჟურნალისტის შვილს, ოთარ ბაღათურია იყო ჟურნალისტი, მე მის შვილს თამაშობდი და რაღაც ისეთი სპექტაკლი ისე იყო აწყობილი, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გქონდა, ანუ ის სცენები, სადაც ჩემი პერსონაჟი იყო, ძირითადად მამასთან ურთიერთობა იყო და იქით აი ბევრჯერ დამიჭერია, ჩემი თავი კულისებში ვიდექი და უყურებდი. იმდენად აი ისეთი სახე ქონდა შექმნილი და ნუ ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი პრინციპში ყველა სპექტაკლებში, მაგრამ აი აქ მართლაც აი ვიდექი კულისებში და ვტკბებოდი უბრალოდ აი ჩემი უახლოესი მეგობრის სამსახიობო დონით. იმდენად კარგი იყო იმ სპექტაკლში და ბევრ სხვა სპექტაკლშიც, მაგრამ აი მოზარდში. ვიწყებთ მეორე აქტს. მაშ ასე სმერალდინა და კანცარი. ხო, ისა, სხვათა შორის სმერალდინაზე მინდოდა მეთქვა 1-2 სიტყვა. იცით რა არის სმერალდინა? ამაზე მე. უკაცრავად. საღამო მშვიდობისა, ბატონებო და ქალბატონებო. დილა მშვიდობისა, ბატონებო და ქალბატონებო. ვაიმე. ეს პირველ აქტში იყო დილა. არავითარ შემთხვევაში განაცვალე პირველ აქტშიც იყო დილა, მეორეშიც იქნება, მესამეშიც და 37-მეშიც. და მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთან მუდამ დილაა. გასაგებია ფარდა. არავითარ შემთხვევაში ფარდა არ გაიხსნება. მე არ მომწონს მეორე აქტი. ამიტომ ფარდას არ გავხსნით. ძალიან გთხოვთ. ყველა მსახლებში ტესტ. მამუკა ლორია სამწუხაროდ განეკუთვნებოდა იმ კატეგორიის ადამიანებს, ვერ ვიტყვი მარტო მსახიობს, ეს სხვა პროფესიაში გვხვდება, რომელთაც მე ვეძახი თვითკვლელებს. მან რეალურად თავი მოიკლა თავისი ცხოვრების წესით. მას გაცილებით მეტი შეელო გაეკეთებინა
მაგრამ აი ესეთი მხიარული ადამიანი, აი სულ მხიარული ადამიანი, მე მამუკა იშვიათად მინახავს მოგუშული ძირთად სულ ღიმილი ეკერა სახეზე, მაგრამ ის საერთოდ არ უფრთხილდებოდა საკუთარ თავს და მისი წასვლაც ამიტომ იყო ტრაგიკული. უცნაურად გადაყარა ბედმა მე და მამუკა. სიტყვა წინ იყო სიტყვათა წყობა. ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი რელევანტურია. იმიტომ რომ ცხოვრობდა ჩემ წინ, ჩემი სახლის წინ. მე ცხოვრობდი 5 ნომერში ვაშლოვანის, სპეროსკაიას უბანია. ის 6 ნომერში. კლასში ერთი კლასით წინ იყო. და თეატრალურ ინსტიტუტში ერთი კურსი წინ იყო. ძალიან ახლოს ვიცნობდი ბავშვობიდან. და მით უმეტეს მამები იყვნენ ჩვენი თანამშრომლები. ახლა როდესაც აბესალომ ლურიას ახსენებ, გონია რომ მსახიობი იყო, თეატრალურ დამთავრებული თეატრის მუშაკი და ასე შემდეგ. არ ყოფილა ესე. ინჟინერი იყო განათლებით. მისი გზა როგორც ჩანს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაშინელი გპ-ის, ცნობილი გპ-ის შემოქმედებითი, ისე ვთქვათ, მუშაობიდან დაიწყო. მე გულისხმობ გზას, რომელიც კინოში გაიარა ამ კაცმა. და როგორც ჩანს, მამის მაგალითი იყო ის, რომ მამუკამ მსახიობობა მოინდომა. William Shakespeare. Samuel Shakespeare. Julius Caesar. პირველი მოქმედება, პირველი სურათი. რომი კაპიტოლიუმის წინ მოედანზე აგერბებული ხალხის თევარა. ხალხი? განსაკუთრებული ნიშა ჰქონდა სცენაზეც და ეკრანზეც. განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. აი მსახიობს, იცი რა ზოგიერთ მსახიობს როგორი თვისება აქვს, ეს ან გაქვს ან არ გაქვს, ამას ვერავინ ვერ გასწავლის. შეიძლება სცენაზე იდგე 10-15 კაცთან ერთად და არც თუ ისე დიდი როლი არ ქონდეს, მაგრამ მაყურებელს თვალის შენსკენ გამოურბოდეს. აი მამუკა იყო ამ ტიპის არტისტი. როცა იდგა რუსთაველის თეატრის სცენაზე, ქონდა თუ არა ტექსტი, მას და ქონდა თუ არა დიდი როლი, მისკენ გაგირბოდა თვალი. ერთ-ერთი სპექტაკლი იყო ჩვენთან ასეთი უილიამ შექსპირის უილიუს კეისარი. და მამუკა თამაშობდა, მთხრობელი იყო სპექტაკლის წამყვანი იყო ფაქტიურად. რატომ არის რობერტ სტურვა გენიალური რეჟისორი? ნახეთ, ვერც ერთი რეჟისორი დიდი ალბათობით ვერ დაინახავდა მამუკა ლორიას მსგავს არტისტს ამ ჟანრის და ამ სტილისტიკის სპექტაკლში. იმიტომ რომ სცენაზე იდგა 2 მეტრიანი ბიჭები და გოგოები. ძალიან სიმპათიჩნები და აუცარი კოსტუმებში და ულამაზესი სპექტაკლი იყო, მაგრამ მამუკა ლორია აი როგორ არას გეტყვით, ნახე, რობერტ სტურვამ როგორ გაარტყა მისი ასე ვთქვათ ტიპაჟი, რომ ჩასვა აი ამ განსხვავებული ესთეტიკის მქონე სპექტაკლში, რომელიც თითქოს და შორითვალის რო შეხედო მამუკას ვიზუალის არტისტი შეიძლება ამ საერთო ესთეტიკას არ უხდებოდეს, მაგრამ სპექტაკლი რო დაიდგა, აი მამუკა იყო ამ სპექტაკლის ნათელი წერტილი. ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნათელი წერტილი, იმიტომ რომ მამუკა იყო ამ სპექტაკლის რაღაცა სული და გული და მე ისიც მოხდა, რომ მამუკა წავიდა ამ ქვეყნიდან, ბატონო რობერტმა არავინ არ შეიყვანა ამ სპექტაკლში. ეს იყო აბსოლუტურად უპრეტენზიო მსახიობი, ეს იყო ძალიან კომფორტული მსახიობი. მისთვის შეგეძლო შეგეთავაზებინა პატარა როლიც, საშუალო როლიც, დიდი როლიც, არასოდეს არ გამოხატავდა რაღაცა პრეტენზიებს იგივე გასტროლებზე, იყო და იყო რაღაცა სული აი ამ გასტროლებზე, ისე მხიარული ყოველთვის გვართობდა, ყოველთვის გვერში გვედგა ყველას. არა, ეგეთი უპრეტენზიო ადამიანი მე იშვიათად შემხედრია ცხოვრებაში.
ის არ იყო უბრალოდ კომიკური ეპიზოდების მსახიობი, როგორც შეჩვეულები ვართ მის ნახვას. ის გაცილებით დიდი მასშტაბის მსახიობი იყო. ძალიან დიდი დიაპაზონის მსახიობი იყო. ის ყოველთვის ცდილობდა გაეგო რეჟისორის აზრის, ჩანაფიქრის და ყოფილიყო მისი თანამოაზრე. G A D A E S E S S V I N M E S M E M K V I D R E O B I T S ოჩახ და მამუკას ეს პიროვნება სხვადასხვა ამ პიროვნების დემონსტრირება ხდებოდა ნაწილობრივ ეკრანზე. მამუკა ყოველთვის თამაშობდა სახასიათო როლებს და იყო, ასე ვთქვათ, სიცილის პერსონაჟი. აი სასაცილო უნდა ყოფილიყო მისი გმირი. ასე წარმოედგინათ რეჟისორებს. ასეთი ჟანრის მსახიობების მთელი ცხოვრების ოცნება იყო სერიოზული როლი შეესრულებინათ განსაკუთრებული როლი. ხო და ერთხელ მამუკა მითხრა მახსოვს, მამუკაც იგივე მდგომარეობაში იყო. ერთხელ მითხრა ესეთი ძალიან გულითადი საუბრის დროს, რომ მინდა რომ რაღაც ისეთი როლი შევასრულო, რომ ალბათ მეთქი იმიტომ გინდა სერიოზული როლი შეასრულო, რომ შთამომავლობას დარჩეს შენი ნამუშევარი. არა, მითხრეს შთამომავლობის აზრი კარგია, მაგრამ თავარი ეს არ არის ჩემთვის. რა არის მეთქება თავარი? თავარი არის, რომ ჩემ თვალში უფრო ძლიერი და სერიოზული გამოჩნდება. თლათ ახლა ამ სიტყვებით არ ვთქვას, მაგრამ აზრი ეს იყო. ეს მისი ლაპარაკის სტილი არ არის ახლა რაც მე ვთქვი. ხო და რა გინდა მეთქე რომ ითამაშო. და მეტყოდა როგორც ბევრმა ჩემმა კოლეგამ იცოდა რომ ჰამლეტი მინდა ვითამაშო ან რაღაცა ამდაგვარი. და მეუბნება უცებ რომ გიორგი სააკაძე მინდა ვითამაშო. როცა იმედი გადამიწდა გამარჯვების გააფთრებულ მომდრის ურდოში შევაგდე ცხელი ძლის ვიკაფავდი გზას დაჩეხი წხედართა შორის არ შემიძლია არ გავიხსენო ერთ-ერთი კარლ გოცის ქალი ქველი ბატონი რობერტ სტურას დადგმული, სადაც პარტნიორი იყო ჩემი მამუკა და გავიხსენებ ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლია, ერთ-ერთი მისი სალამურა, სადაც ის თამაშობდა ლოკოკინას. და მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო წამყვანი როლი, ყველას ახსოვს დღესაც ლოკოკინა ისეთი ფანტასტიკური იყო ამ როლში და არ დავიწყებ ახლა ყველა მის როლის გახსენებას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ესე ხდება, იცით, რომ ესე რა ვიცი ეს როგორ ცხოვრებისეული მომენტია თუ უბრალოდ არიან ვიღაცები გმირება დაბადებული, რომლებიც თავარ როლებს თამაშობენ, ქალბატონი თუ მამაკაცი. თუმცა ესეთი ძალიან ბევრი ჩვენ ძალიან კარგი მსახიობი ყავდა, სხვა შორის რომლებიც თავარ როლებს არ თამაშობდნენ, მაგრამ ბევრად უფრო საყვარელი და პოპულარულები იყვნენ, ვიდრე შეიძლება ვიღაც უფრო მთავარ როლებზე და მამუკა იყო ესე ერთ-ერთი მათგანი შემდეგ თაობაში. არ გაზრდილა, იყო ახალგაზრდა და ბოლომდე დარჩა ახალგაზრდა, თუმცა ძალიან ავადმყოფა და ძალიან სათუთ ადამიანად გადაიქცა ფიზიკურად, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა ჰქონდა სამწუხაროდ. აი ბოლომდე ეს სიცოცხლის ხალისი, უნარი, ეს ყველაფერი არ დაუკარგავს. არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, ჩემი უშუალო პარტნიორი იყო რამდენიმე წარმოდგენაში და ძალიან მხიარულობდით, ძალიან ბედნიერად მახსენდება ის პერიოდი. კიდე იყო ჩვენ ერთუბნელები ვართ, ასე ვთქვათ, ვერელები ვართ, მამუკა კი ჩემზე ბევრად დიდი იყო, მაგრამ ახლა ჩვენი ვერა მაინც რაღაც პატარა კოალიციას მოითხოვდა თეატრში და დათუნა გოცილიძე კიდე აი ერთი ქიაჩელი, ახლა ახვლედიანი ქვია პეროვსკაია და ვარშლოვანზე ცხოვრობდა მამუკა. დათუნა ახვლედიანზე და ასე რომ ვამაგრებდით ჩვენ უბანს თეატრში, რა თქმა უნდა, ხუმრობით და სიცილით. ალიონზე მოგრობლო, სასრომაღლა ხედავ
Ратила, раргис брадагатена, аргис брадирижераша, дацацар исперия, явна насолотები სულ არ აღზევს. ვერ ამოაღებდინებდი ხმას თავის საკებრად. ან რაღაცა კარგად გავაკეთე, არ გაგვიგია მაგისგან. ვერც გაიგებდი კმაყოფილია თავის ნამუშევარს, ხო შეიძლება რაღაცა დაეტყოს, ან რაღაც არაფერი აბსოლუტურად. გამოვიდოდა რეპეტიციიდან თუ სპექტაკლიდან და სხვა მამუკალორია იყო. აი ესეც მის სამსახიობო ოსტატობაზე მეტყველებს. აი მართლა აი კარგი გაგებით ის თვლიდა რომ თეატრი არის სამსახური. და ახერხებდა აი ამ გარდასახვას, რომ იქ არის ის გამოვედი გარეთ, მე ვარ მამუკალორია. მე ვარ ძმაკაცებისთვის ძმაკაცი. აი ამის მეასედებში ხდებოდა ეს ცვლილება. და ალბათ ამითიც იყო განუმეორებელი ადამიანი, იმიტომ რომ მასთან ურთიერთობა მართლა გეუბნებით არ ვიცი. მე მაგალითად მამუკა შემოქმედებაში ვთვლი ძალიან ბევრი როლები აქვს აი ესეთი რაღაცა ისინი გამსვლელი პატარ-პატარები თეატრში ძალიან მაგარი იყო რომ მუშაობდა და საინტერესო როლები გააკეთა მაგრამ მე ვთვლი ჩემთვის აი ჩარლი ჩაპლინის სადარად ერთ კადრში როა გადაღებული მაგის და ბესოს ურთიერთობა ხინკალზე რო შეეშლება მოკლედ ეს ხო და გამომდინარე აქედან ძალიან ნიჭიერი კომიკოსიც და მე ვთვლი მამუკას თქვენ სპექტაკლები ქონდა წამოუკიდებული მოზარდმაყურებელთა თეატრში თაობები გაზარდა მამუკა ხან ფათერაკიანი ხან აი ესეთი არაუცებ რაღაცას გაჩითავდა და აკეთებდა იმას და უნდა აყოლოდი ან მეც უნდა აყოლოდა რა უფლება ჰქონდა არ ამოყოლოდა და მოკლედ ვიყავით ესე გარჩევი ჩვენ რო თეატრალში მივედით მამუკამ ჩვენმა ლორიამ დათოჟღენტმა ცუცქირიძე იყო ლევანი ალეკო გეცა მოკლედ ბიჭებმა ვინც ივიკო მახარაძე ლადო ჯოხაძე ჩვენზე წინა თაობამ დაგვპატიჟა ჩვენ ტრისტან სარალიძემ ცხონებულმა დაგვპატიჟეს რესტორანში და ძმაკაცობა აკურთხეს ჩვენი ანუ გესმის რა ის იყო რომ თეატრალური იმდენად პატარა იყო რომ ჭირი და ლხინი ყველასი იცოდი და იყავი ძალიან ლაღად შენ მუსიკოსობა დაგაბრალა რა იმის დედავადირე შენ საქმე შუშტოკია ძალიან საინტერესო პერსონაჟებს ქმნიდა ის შეიძლება ის იყო ეს არ იყო მთავარი როლი შეიძლება ეს არ იყო გადამწყვეტი როლი ესეთი განსაკუთრებული ხაზი და დრამატურგიული არ იყო მაგრამ ყოველთვის ეს პერსონაჟი ჰქონდა რომელიც მეხსიერებაში გრჩებოდა რობერტ სტურუა სპექტაკლში მაგალითად მაკბეტი აი იქაც აი რაშიც მე პრემია მიიღეს მოგხსენებოდა ცნობილი პრემია იქაც ისეთი პერსონაჟი იყო რა აუცილებლად დაგრჩებოდა პრაქტიკულად რა გამოდის რომ შემიძლია თქვა მამამისის ეგრე იყო და ესეც ესე იგი ეპიზოდური როლის გენიოსი ეპიზოდური როლის განსაკუთრებული შემსრულებელი ეპიზოდის მაგრამ განსაკუთრებული დრამატურგიული დატვირთვის შემძენი განსაკუთრებული დრამატურგიული ეფექტით დატვირთული პერსონაჟი. აი ეს იყო მამუკალორია. არსებობს ასეთი აზრი მსახიობებში, რომ ისინი არიან ან კინოს მსახიობები, ან თეატრის მსახიობები. ყოველ შემთხვევაში სადღაც ჯობნიან. და მე მინახავს მსოფლიო მნიშვნელობის მსახიობები
რომლებიც სცენაზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ და ჩემთვის პირველადი მაინც სცენა. აი მამუკას ქონდა ის თვისება რომ მე ვერ გეტყვით სად იყო უკეთესი. იმიტომ რომ არაჩვეულებრივი იყო სცენაზე იდეალური იმ როლის ხაზი მიყავდა იდეალურად. არასოდეს არ აჭარბებდა, არც აკლებდა. აი უბრალოდ მიდიოდა ისე როგორც უნდა გაეკეთებინა. და ზუსტად ასეთივე კინოშიც. ამიტომ მე ვერ ვიტყვი რომ ის იყო კინოს ან თეატრის მსახიობი, ის იყო ნამდვილი არტისტი. მიგვიშვენ მოაგროვა მოდენა მარაგი როკეთა გამლოტები გახვირიან მიგვიშვენ მოაგროვა მოდენა მარაგი რომ დღეს და გამლოტები გახვირიან არაგი Ha ha ha!